შეიძლება. გამარჯობა. გამარჯობა. დაბრძანდით. აბა, რამ შეგაწუხათ? ბავშვის გადაყვანის საკითხზე ვარ მოსული. გადაგყავთ? მაკა, შენ რო რამე სამსახური დაიწყო, არ გინდა? როგორ არ მინდა, მაგრამ საჯარო. გრადულია. მე მოგიძებნე. მოდით მე რაღაც თანხა დავრიცხე. 80,000, რომელიც ორ დღეში დაждდება. უბრალოდ არ ვიცოდი ზუსტად რამდენი გჭირდებოდა. პარაპლაინ ფრენზე რა სიტყვი? ვა, მაგარია, როდის? როცა გინდა შევთანხმდეთ და წავედით. ძალიან მაგარია. კაი, მოკლედ შევთანხმდეთ. აი, ქეპესაც ვეტყვით და წამოვიდეს, ხო? კაი, წამოვიდეს, მაგრამ გავუსწორდება. ჩვენ წესიერად ისაუზმე რა. კი, თორე სამსახურში აღარ მრჩება მენეჯერის რა ნორმალურად. მეც წავიდე დღეს გიორგაძეებთან. ერთი კვირა აღაყოფილა. მერე, რამეს ხო არ გეტყვია? არა და ხო იცი შეგნებული ხალხია. ყველამ გულთან მიიტანა ეს უბედურება და წყალი მარლენი. ხარდა რა კარგი ადამიანი იყო რა. ისეთ გაუბედურდა და ის ოჯახიც. საერთოდ ამ ბოლო დროს იცი რაღაცა კარგი ამბავი აღარ გამიგია. სუცუდი ხდება. ხო და ეს მაკას ამბავიც ისე მანდარდებს. მაგრამ იმედი ეგ მოგვარდება. ეგ საერთოდ აღარ გამახსენა. დედა, ჩემი ლუჯიკაბა ხო არის სად არის? ლუჯიკაბა არ ვიცი დედა კი. ნე მოგიძებნო? არა, ნახავ. კეთი. ახალი საყურე იყიდე? არა. ნიკამ მაჩუკ. აი, მე რა ლამაზია. გემოვნება ქონია. ხალია. კეთი სამსახურში ხარ? არა, ეხლა უნდა გავიდე. რა მოხდა? გოგო, თალიკო გარდაიცვალა. ბაიასთან ვარ ეხლა. აიმე, როდის? დილით დამირეკა ბაიამ და გამოვქანდი. ეხლა სასწრაფოც მოვა ცოტა ხანში. კაი, გამოვალ ეხლავე. სამსახურში დავრეკავ და გავაფრთხილებ, ხო? არ უნდა, არა, სოფოს უთხარი და გავაფრთხილებ რომ მითხრა. ეგ რას გააფრთხილებს, ლია? კაცო, მოაგვარებს წამოდი შენ. კაი, გამოდი ვარ მაშინ. ბაიას თალიკო გარდაიცვალა. ერთი ცუდი ამბავი. მოდი, ეშვებით. რა ვიცი. რა ოთახში ვიქხებით? იგი ჭკვიანად. წამორა ყავადავი. არ მინდა ყავა. მაკა.
ბავშვა, ხა დაცოს ამბავი და გავგიისდი. ხო, ეტყობა ლიზიკო მუთხრა. კაი რა, ესე გაშუალების გამო ვისიჭერე. არა, გოგო, ეგრე ლიზიკოს უთხარით, არის ნამდვილად სხვანაირად იყო საქმე. მეც არ ვიფიქრე, რა მოხდა. მანქანების საქმეზე იყვნენ და მოკლედ თავისმა მეგობარმა გადააგდო. მერე ჩხუბი მოხდა ამის გამო დაჭრეს ის და მოკლედ და თუ არაფერ შუაში არ იყო, მაგრამ იქ იყო მაგ დროს რა. და ეხლა რა ხდება? ეხლა სასამართლო უნდა იყოს და მანამდე არაფერი არ ვიცი. კაი რა, არის ნერვიულო, დარწმუნებული ვარ, მართლა ყველაფერი კარგად იქნება. ხო რა ვიცი, მეც ესე მგონია. ჩვენი მეგობარი გვეხმარება და მეუნება მალე გამოუშვებენო და კაი რა, თან გერმანია, ხა იქ ტყუილა უბრალოდ არავის არ სვავენ ციხეში. ესპანეთშია. აბა გერმანია. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს? თავარი ევროპაა და იქ ყველაფერი სხვანაირად ხდება. მართალია. აი მოკლედ ლიზიკოს სკოლიდან გადაყვანის ამბავიც გავიგე და შენ მაგაზე არის ნერვიულო, მე გადავიხადე ლიზიკოს 1 სემესტრის ფული. კაი რა სამბობ, ფესვა გადაიხადე. აი ესე გადავიხადე, ხა კიდე მაგაზე ანერვიულე ბავშვი რა. ამა კაი ეკარა, არ იყო საჭირო. კაი რას ნიშნავს არ იყო საჭირო, რა მოხდა? ვერ დაგიბრუნებ მაგვალს რა, ისაც იმდენი ვალები და რა საიდან რა გადავიხადო, აღარ ვიცი რა. ვინ გითხრა რომ მინდა ჩქამს მეჩქარება ამ ვალის დაბრუნება, როცა გექნება ფული, მაშინ მომცა. არის ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო. კარგი რა, გამიგიზდება და კესო ლიზიკოს გარეშე. იცი რამდენი იტირა რო გაიგო? მოკლედ ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მწვანეა. კარგი რა, ნუ გწვანია, ნებისმიერ შეიძლება დაემართოს ეგეთი რაღაცა. თან ბავშვები, ხო იცი ამასაკში როგორ განიცდიან ეგეთ რაღაცებს? ხო, ვიცი და ყველაფერი ვეცადე მაგის გამო, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. ხო და всё ხა. მორჩი აღარ ინერვიულო, მე რო იგივე სიტუაციაში აღმოჩენილიყავი, შენ ზუსტად ასე მოიქცეოდი. კაი, დიდი მადლობა. აი, მორჩო, всё. კაი. არ გინდა რომ ნაყინო ჩამოცადე წავიდე. არა, ხარ, მაგ არაფერს თავ სახში ვიქნებ. კაი, მაშინ მე ბავშვებს წავედი. კაი. კაი. ბავშვებო! ნაყინი არ გინდათ? ბავშვებო! ნაყინი არ გინდათ? აუ კი რა, წავიდეთ. წამო. წავედი და მალე მოვა. მინდია, გუხაიც. და ეგ დაიხვანზია. პაკა. პაკა. რა შვები არ მოდიხარ? აუ გაგა ვერ. რატო? აუ რავი, რაღაც ძალიან სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. რა საქმე? აუ რავი, სადღაც უნდა გავიარო, დედა ჩემო დამავალა. აუ, აბა მე რა ვქნა? აუ ჩემს გარეშე რომ წახვიდეთ. მარტო წავიდე? აუ რა მოხდა მერე? აუ, კაი რა ჩაწერა. აუ კაი ბოდიში რა, მე რა ვიცოდი. მალე ვერ მორჩები მაგ საქმეს. აუ რავი, ეხლა გამოვედი და არ მგონია. კაი, ნუ ხა რა აზრი აქვს მოვა უკვე ცოტნეც. აუ კაი ბოდიში რა. Everything okay? კაი. Sure? ძალიან მაგარი არ გირით. შენ მგონ ჩემზე მეტი რაღაც ტიპიში. მეც ტიპისელი ვარ. ვა, ია. როგორ ხარ? კარგი, შე როგორ ხარ? არა მიშო. სამსახურში მიდიხარ? სალონში? კი. ცალია 2 წუთი საწყობში რა მოყვე? საწყობში? ხო, 2 წუთით. აუ მეჩქარება რომ. აუ, ხო, 2 წუთით რაღაც მინდა გაჩვენე. კაი 2 წუთი იყოს. კაი, წამო. ია, მოდი. აი შენ. ვაიმე, რა ლამაზია. მოგეწონა? კი, ძალიან. ჩემი გაკეთებულია. მართლა, დიდი მადლობა, როინ. ხა, ესე ვაკეთებ ხოლმე, ყველაზე ლამაზი გამომივიდა. სხვა რაღაცებსაც ვაკეთებ ხოლმე, აგერ? ესენი შენ გაკეთე? აბა ჩემო მასწავლა ხეზე მუშაობა და ბავშვობიდან ვაკეთებ. აი ესეც ნახე რა ლამაზია. აუ, ესენიც ძალიან ლამაზებია. გინდა ესენიც გაჩუქო? არა. არა, მართლა გაჩუქო. არა, მართლა, აი, ეს ყველაზე ლამაზია. აიც.
ბატონო? ხო. რამდენი? კარგი. ია ერთი წუთით ბოდიში. ია ზაზა არის მოსული, ფულს მივაწვდი და ეხლავე დავბრუნდები. მეც გამოვალ ბარემ. არა, იქით რაღაცები მინდა რომ გაჩვენო. არა, იყოს არავიშავს, მე დამათვალიერებინე, ეხლა მეც კლიენტი მყავს და მეჩქარება. კარგი მაშინ. დიდი მადლობა საჩვენს. ბაია, აი ეს მე მგონი ნორმალურია, ხო? ბაი, ამოიღე ხმარა, ნუ დამტანჯერა. ნუ რა ვიცი, ლია. აი ეს იყოს რა. დიახ, და მენიუზე შედახვდით. მენიუზე ეგ კარგად მოსაფიქრებელია. აი, ექსპერტიზით მოვიდნენ და ჩვენებიც რა დაგებ და მიხედე რა. მიდი, ამას მე მივხედა. მიდი. აი, ეს არის კაცი რო არ იქნება ოჯახში. რას მეუბნებოდიან? მენიუზე. ხო, მენიუზე. და თქვენ სტანდარტული გააქვთ? დიახ, ფასების მიხედვით გვაქვს. გააჩნიათ თქვენ თანხის პარკლებში იქნებით. ჩვენ რაც უფრო იაფად იქნება, ჩემო კარგო ის გვჩენია, მაგრამ არც უნდა შევწხვეთ. უი, კეთი მოხვედე და ჩემო გამოვარდი ეგრევე. სად არის ბაია? იქით არის ექსპერტიზის ხალხია მოსული და მე ვნახა. კეთი, მენიუს შედგენაში ხომ მომეხმარები? კი, აბა რას ვიზამ? ნუ, ეხლა სუფრას რო ვაკეთებთ სამარხოს, ეგ ყველა ვარიანტში ვიცით. ბაიას არ დაველოდოთ? კარგი, ერთი რა იცის ბაია. ეს ხალხი ვინა? მე რა ვიცი, თალიკოს ნათესავები არიან, ვიღაცა ყვავიჩხიტვის მამიდები რა. მთელი დღეა მოდიან, ვითომ რამეს აკეთებენ და თქვენ ფეხებში მედებიან მთელი დღეა. გენაცვალე, ეს რო დაგვიტოვოთ ჩვენ და ცოტა მოვიფიქროთ, არ შეიძლება. დიახ, რა თქმა უნდა. ხო, თორე ამას კარგად თუ არ ჩაუჯექი, ისე არ გამოვა. კი ბატონო, დაგვიკავშირდით. კაი, გენაცვალე, კარგი, აბა აღარ გაგაცილებთ. კარგი. ეს არ შემიძლია. როგორ არის? როგორ არის, რა არიცი რა მგრძნობი არია. მე სულ ვეუბნებოდი მაგას, რომ მაგას ცოტა დღე აქვს დარჩენილი მეთქი, მაგრამ მაინც ძალიან ნერვიულობს და ძალიან განიცდის რა. აბა რა იქნება, ლია, როგორ უვლიდა არ გახსოვს? აი, რა ცუდია სიბერე. აი რა დრო სიბერე. რა დრო სიბერეა, ისე ვთქვი. აი, მომეწმენია. კეთი, ეს მარხვა თევზით არის თუ უთევზოთ? თევზით. ესე იგი, თევზი გვჭირდება ბლომად. ხო. ესეც ასე. რა ხდება? გავყიდე პარკეტი. მართლა? მოვა ეხა ეს ბიჭი და წაიღებს. სად არიან ბავშვები ამდენ-ხანს? ნაყენი საჭმელად წავიდნენ. მაკა ყოველდღე ნაყენი არ გამიგია, გაცივდება ბავშვი. და ეცი ეკამ სკოლის ფული გადაეხადა. ლიზიკოსი? ხო. რას მეუბნები? ვეუბნებოდი არ გინდა თქო, მაგრამ როცა გეკნება მაშინ დამიბრუნაო. ვაიმე და გაახარებს ღმერთი რა კაი ადამიანი ყოფილა. ხო, გეუბნებოდი. რამდენი გადაიხადა? მთელი სემესტრს, ასე რომ აღარ მოგვიწევს გადაყვანა. მე და ბება, ჯერ არ მეთქვამს, გაგიჟდება რომ გაიგებს. ისე ნერვიულობდი მაგას მოუკვდეს ბებო. აი, ეგენი იქნებიან. მადით. გაერთეთ? კი, ორი ნაყენი იყავე. გამარჯობა ლეილა ლეიდა. აი მე კაშილო, გამარჯობა.
როგორ ხარ? არა მისავს, რომ იცოდე როგორი მადლობელი ვარ ჩემი. კარგით რა მადლობელი. არა, ეკა ესეთ რაღაცას ყველა არაკეთებს. კარგი ადამიანი რო ხარ, კეთილი, ყველა გასაჭირის ახლოს მიტანა რო იცი მაგიტო. კარგით რა, ძალიან მიყვარს ლიზიკო და სხვანაირად არ შეიძლება. ლიზიკოს როგორ უყვარ ხარ? ხო იცი ესენი ცნობენ ბავშვები ადამიანებს, დაჯეკიდეთ. ეხლა მაინც არ დალევ ყავას? კი, ახლა დავლა. რომელი საათია, მაკა? მგონი 4 ხდება უკვე ერთი. აი მე წავალ ეს არა ქვია, პარკეტის ხალხი მოვა. ეკა ძალიან დიდი მადლობა. ისი მადლობა, არა. გავედი მაკა მე. ხო არ გაგაბრაზას? არა, უკვე დიდები არიან და სხვანაირად იქცევენ. ხო, კესო ისე დიდი მიწევა. თან ახლა განსაკუთრებით. იცი რა არის, რაღაცნაირად მოწყენილი იყო. მე კი არ უთხარი სკოლის ამბავი. მე შენ დაისვი და წმარად მოუყევი. ხო, გაგიშდება რა. ხო. ეს რა არის? ეგ არის ლეილას ბეჭედი. და რა ლამაზია. გიშდება მაგ ბეჭედზე. მეც გავგიშდი, ძალიან ლამაზია. შეიძლება გავიკეთო? ხო, აბარა. ეგ იყო მამაჩემის ბებიის. მე დაკარგეს ეგ ბეჭედი და მამაჩემმა სადღაც შემთხვევით იპოვა და იყიდა მოკლედ. მე კარგად ვერ ყვევს რაღაცეებში და მართლა ძალიან ძველი და ძალიან ძვირფასია. და ფოტოს გავუკეთებ. კიდე, მოდით, დასხადეთ. კესო. და მაგშევდათ? კი. დიდი აბა მეც მოვა, რა დაგეწევი? აი. ირვინე. რაკენი აბა? ფენჯერი აუტო? კი, ხوار გეშინი? არა შენ? არა. და ჩვენი ინსტრუქტორი ვინ არის? ჩვენი ინსტრუქტორი. ცოტნე. აი მართლა ცოტნე რა მე. არა, მართლა მე ვარ. ხوار გეშინია? აი რა შენ, ყოლბა ვიჟდი შენ რა ის? მე გეშინია? არ ჩამოგაგდა. დავამუღამი რა. წავედით? მე დადი, არ ჩამოგაგდა მაგით. აი სიმაღლეზე შეგეცდი ბალანსი შეიძლება. Satkar. Havada var. და რომელი საათისთვის? აჰა, კარგი გენაცვალე, დიდი მადლობა. აჰა, ესეც მოვაგვარე. აბა რა დაგვრჩა ნახე? რა ვიცი, ლია, მგონი არაფერი. ნორმალურია ეს. ნორმალურია, აბა რა არის, ამსაც უდავს. არც ეს არ ეღირსებოდა, აი არ უარყოლოდა. დაგ. მოდი დაჯექი რა ქენი მითხარია ხო? რა ვიცი სამსახურში ყველა გავაფრთხილე და პრობლემა არ იქნება. კიდე კაი მაგდენი შეგნება მაინც რო აქვთ. მოკლედ ჩვენ მენიუ გავაკეთეთ. გადახედე რა გეწები რა. მე წავალეთ ბაიერს დავხედავ რა. თალიკოს ნათესავებთან ერთად სარკეებს ფარდებს აფარებს. მე გამაგიშეს მაგხალება რა წავალეთ იქ. ნორმალურია. ხო, ეცადეთ ეკონომიურად გამოვსულიყავით. იცი რა ვიფიქრე? ფული ხო არ აგვეგროვებინა სამსახურში. კი, აუცილებლად.
თორე ამას არავინ არ ყავს თალიკოს ბაიას გარდა და ყველაფერი ამის ხარჯზე იქნება. ხო, დღესვე დაურეკავ გოგოებს და პრობლემა არ იქნება. ისე შეწუხდნენ ეს ამბავი რო გაიგეს. სოფო, რაღაცის თქმა მინდა და შენთვის. მოკლედ, მართალია ვიჩხუბებთ, მაგრამ არ მინდა რომ იფიქრო რამე საწინააღმდეგო მაქვს შენი პირიქითი. უბრალოდ მეც გავღიზიანდი. არა, კი მესმის. მეც ძალიან არ მსიამოვნებს ეს ბავშვებით რო ვართ გაბუტულები. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ საქციელს უამართლებ. რა საქციელს? კარგი, რაც იყო მორჩა. მე და დიტოს ძალიან სერიოზული ურთიერთობა გვაქვს. კარგია. მიხარია. კაი, გავავმე, დავხმარებული. ხო, სარიტუალში დავრეკავ მეც და ვეტყვი რომ შევთანხმდით მენიუზე. ხო, ნიკა. კეთი რა შო. ხოძალაშია ჩვენ შეხვედრა. აი მე ნიკა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ დღეს არ გამოვა. რატო რა მოხდა? ბაიას გარდაიცვალა ნათესავი. ნუ ბებია. დააქვარტილიდან. კარგი სხვა დროს იყოს არა უშვებს. აუ ისე მერიდება, ამდენჯერ გადაგვეტა, მაგრამ რა ვქნა გაუთვალისწინებელი იყო ახლა ეს. კარგი რას ამბობ? რამე დახმარება ხო არ გჭირდება? არა, მადლობა. რა ვიცი, თუ რამე არ მოგერიდოს, ხო იცი? არა, არ მერიდება. კარგი, მაშინ დროებით. დროებით. არა, მაინც კაცი არის საჭირო ოჯახში რა. რა შვები? დაიწყო? რა? ფეხბურთი. ეს თუ ეს. არ ვიცი რომელი უფრო კარგი იყო და სამი წამოვიღეთ. ხო, კარგად ხარ. კი, ფეხბურთს საყურებლად ამოვედით. რა არის? ის მეორედ აღარ იყიდი. არა და მაღაზიაში გითხრას ყველაზე კარგად ეგ მიდის ოლუჩთანო და მოგვატყუა ხო? დამპალი პასტარა ჩავალ ნახე რა უხნა. ხადოთ კახარ დაჭირდი. ორ ანგარიშია. 1-0. ფინიგებს. ბარსა. ვისა თამაშობა? ვალენსია. მე ბარსასკენ ვარ შენ? მეც. ესე რომლები არიან? ლურჯი წითელში. კაი მოიტანე რამე ესენი რომ ჩავყაროთ. რომლები არიანო? მე ვიცი ამ იდიოტობას ვაფშე როგორ უყურებენ. აუ ვაკო გაიტანეს. მართლა? ხო. რა გიხარია ბარსას გაუტანეს. ოი მართლა? აუ დაიკიდე არიჭმეო. აუ ნახე რა, აუ ზე დებილები არიან. ცე გასახსნელს მოვი. დია მეორე ახალ მაგიდას მიხედე, კაი? მანჩო. ხო. მანჩო. ისინი არიან ჩემი შეყვარებულის მშობლები და აქ არ მინდა რომ ნახონ. ისინი? ხო. კარგი. კაი, მე თვითონ მივხვდი. რამდენი ხანი არ სადარყოფი ვართ? კარგია მე მომწონს აქავრობა. მართლა ლამაზია. მე სტეიკი მომიტანე და მანამდე ერთი ჭიქა წყალი თუ შეიძლება. კარგით თქვენ? მე მოვიფიქრებ, ხო? კარგი.
რუსუდან გიორგიზე მინდა დაგელაპარაკო. რა სინებებთ? რა მოხდა? კიდე რამე შარში გაეხვა? მოკლედ სამსახურში არ აქვს კარგად საქმე. წავიღოთ ხო? იყოს. როგორ აბა კარგად მიდის ყველაფერი? არა, კი, რაღაცები ამოქაჩა ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი ახლა რა მოხდა მის თავს. მანერვიული, რამას მითხარი რა. გუშინ ველაპარაკე ბუღალტერს. გიორგი თანხას რიცხავს რაღაც შეპოსს. იქნებ საქმისთვის დაჭირდა რა მოხდა, ხო ჩვეულებრივი ამბავია. არა, კი ჩვეულებრივი ამბავია, თანხის გადარეცხვა, მაგრამ სოკოთი გვინდა. სოკოთი გვინდა. გასაგები ესე იგი სოკოთი. აქ დიდ თანხაზე ელაპარაკე უსმენ. 80,000. 80,000? შენ რას ფიქრობ? იქ სადაც ამ თანხას რიცხავს, ეს შუპოს დარეგისტრირდა 1 კვირის წინ, თანაც გიორგის სახელს. ვიკა. 1 პიცამი და სოკოთი. კარგი. ანუ გიორგი თავის სახელზე რიცხავს ამ თანხას. თავის თავს. ხო. მაგრამ აი ვერ გავარკვიე, რა თუნდა ახლა თანხა. პანე სალათი და ფორთოხლის ფრეშტი. კი ბატონო. შენ დაჭირდება. სტეიკი და მწვანე სალათი მზად იქნება უკვე და გამომიწვანე. როგორი ლამაზი დედაყოლია შენ შეყვარებულს? ხო. რაღაც ეჭვი მაქვს და ეგ არ მომწონს. რა ეჭვი? და არ მგონია რომ ეს თანხა თავისთვის ჭირდებოდეს. ვისთვის უნდა უნდოდა? ვიცი. ახოს რო ვთხოვოთ ვერ გაიგებს? არა, კი გაიგებს, მაგრამ ესე შენ მინდა რომ დაელაპარაკო. არა, მე კი ვიფიქრე დაველაპარაკებით ხომ არა. მეტყვის? შენ ხო დაელაპარაკო ხორჯობი. არა, იცი მე დაველაპარაკე სამსახურის საქმეზე და გაღიზიანა და არ მინდა ხა იგივე მოხდეს. თან ვეღარ გავიგე, ვეღარ გავუგე რა ყველაფერი. მინდი რა იქნებ შენ დაელაპარაკო რა. აი, დაველაპარაკები. ხო, თანაც სამსახურს აცდენს. ისიც გასარკვევია სად დადის. მე რა მარტივი იყო ყველაფერი პატარები რო იყვნენ. ხა ყველაფერზე უნდა მანერვიულო. ერთ-ერთ ვეღარ ვიმორჩილებ რამეს. ეგ ეგრეა ყოველთვის. მაგრამ ცოტა კონტროლი მაინც აუცილებელია. თავარია ის ეჭვი არ გამართდეს. რასაც ვფიქრობ. შენ კიდე გეშინოდა. ანუ თავიდან ხოდა მე უკვე აღარ. დაждდებოდი კიდე? აუ კი, აბა რა შევდავდი. ძალიან მაგარი იყო მართლა. თავიდან პირველად მეც რო დავჯექი ეგრე ვიყავი რა მეშინოდა, მაგრამ მე ძალიან მაგრა გამისწორდა რა მაგარი ადრენალინი. შენ დიდი ხანია დავშინო. არა, მაგრამ უცებ დავამუღამი რა. აუ კი, კარგად მართლა ისე. შენ კიდე გეშინოდა. ნუ, შენი და ველოსიპედის ურთიერთობას თუ გავიხსენებ, ცოტა საშიში იყო. ხელი მე მოვიდე, ხე? ძალი თქვენი, მაგრამ აი თუ მოგეწონა მე კიდე წამოვიდე. აუ კი, უეჭო, და ჩეპე წამოვიყვანოთ. კი. თან ხო იცი მაგას არის შინო. თავარი ეგაა რომ არაფერს არ ეშინო რა. არ გეშინე მე ყველაფერს დედა. მარტივად. და პირველად შენ რა შეგეშინდა? კი, მაგრა ძალიან. ეგრე ველოსიპედით დაშვებისაც მეშინოდა, მაგრამ მივხვდი რომ აზრი არა აქვს რა და მან კი დავეშვებით ხოდა და ის მე აღარ მეშინია. მე კიდე ისე დავსწავლე რომ მარტო გადმოვიდა. აუ ერთხელ გამოვფრინდი და უკვე მარტო გინდა დაიჯდომა. გოგო რა ვარ? არა, გოგო ინსტრუქტორებიც არიან, მაგრამ უნდა მიეჩვიო კანა. ჯერ არ მინდა. ანუ ჯერ მარტოს მაინც არ დაცვალ. აუ კიდე ისე მინდა ცოტა. არა შეკითხვა გადმოხტე. აუ მაგას მეცვაპირე.
ახან ერთი გავბედე, ვაფრინდებს ვაი ყველაფერი იცავდა. კი. ავდი. Очень теледриал да. Არაფერი არ ვთქვამთ გუშინდელს. Короче, ყველაფერზე წამსვლელი ვარ. უმრავი გეგმა მიტრიანებს, უბრალოდ ვერ ვალაგებ ამის თვითონ. თემ რაღაცას მოვიფიქრებ, დამიჯერე რა. ვიშოვით ფულს. ვიშოვით არა. და არ დაგვაყდო თვალი კაცო. აუ ეს გემრიელია. რა ვიცი, სოფო მეზობლებმა შემოიტანეს. აუ არ წავიდეთ, მთელი დღის გამოსული ვარ. აუ ხო რა თან ხოლდილი სამსახური გვაქვს. წადით გოგოებო, თქვენ მე დარჩები ამასთან ბაია მარტო მეწოდება რა. მოიწერე, ესენი არჩებიან? კარგი ერთი მაგად დარჩენას მარტო დარჩეს ის ჯობია. აუ მე გავალ ხოლი ამაში. შენი კარგა მოგილი. არა, მარტო წავალ ჩემით. მისმინა მეც მიდივარ და თუ გაგიყვან. კარგი. ხო სახში მიდიხარ? კი, აბასაც წავალ. კაი, მაშინ შენ გაგიყვან და მე დიდოს ნახავ. გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა რა. კაი რა, რის მადლობა. თუ რამე დარეკე და იგივე აქ გავჩდები, ხო იცი? შენ დაჯიქი ეხა და ჭამე. დაჯიქი. მე არ მინდა რა. არ მიკითხავს მე შენთვის გინდა თუ არა, ეხა დიეტების თუ არა, დაჯიქი. გოგოებო, თქვენ მიდიხართ უკვე? ხო, ბოდიში რა, მაგრამ ლიას გიტოვებთ. მიდი კაცი კაცი. აბა შენ იცი. ბაკალი. კარგად გოგოებო, დაგირეკავთ. ქალბატონები წაბრძანდნენ? კი. დღამე დარჩენა არ ეკადრებოდათ, ხო? რა ვიცი. აია. შენ არაფერზე არ ენერვიულ რა. ყველაფერი მოგვარებულია აბსოლუტურად. მე რას ვაკეთებ ხა? საყვარელი. დღეს დიაშენ და მამაშენი იყვნენ ჩემთან. ხო, ჩემთან იყვნენ რესტორანში. უი, ნუცა მითხრა სამსახურზე ახალი ამბებია. აკაკის მეგობარს თუ მეჭირდება კონსულტანტი ავეჯის სახლისთვის. კონსულტანტად უნდა იმუშაო? აი მე ლაბა რა ვქნა? არა ხო, არაფერს არ ვამბობ. მე მათ მაგიდას ვემსახურებოდი და ლაპარაკს მოვკარი ყური. მე მგონი რამაზი მიცის შემფული რო გადაიცხე. რა ხდება შენთან სამსახურში? რა ვიცი, წინა კვირას დიტოსთან მომივიდა უსიამოვნება. უი, რატო დადა? გაიგო რომ რიანო მობილზე მუშაობ. რანაირად? რა იყო, რა ხასიათზე დადეკილზე? ბანკიდან დარეკეს. რა მერე დღეს ყოფილა გადახდეს ბოლოდ. და ეხა უნდა გაგვაგებინო, ნანში რატო არ გახსოვდა?